მგელი და 7 ბეგეკო. იყო და არა იყო რა. იყო ერთი დედათხა, რომელსაც 7 პატარა ბეგეკო ჰყავდა. ძალიან უყვარდა დედას თავისი ბეგეკოები და ყოველთვის აფრთხილებდა. შვილებო, მე რომ გარეთ გავალ, არავის გაუღოთ კარი. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მგელთან. ისე შმაკია და ხშირად ცდილობს მოტყუებას. ერთ დღეს დედათხა ტყეში წავიდა საკვების მოსატანად. ბეგეკოები სახლში დარჩნენ და დედის სიტყვები კარგად დაამახსოვრდათ. მალე კარზე კაკუნი გაისმა. გამიღეთ კარი შვილებო, მე თქვენი დედიკო ვარ. ჩვენს დედას ნაზი ხმა აქვს, ეგეთი ბოხი ხმა არა აქვს, შენ მგელი ხარ. მგელი გაბრაზდა. თავში ეშმაკურმა აზრმა გაუელვა, წავიდა და ტკბილეულით ხმა დაითქბო. მერე ისევ მივიდა კართან. გამიღეთ კარი შვილებო, მე თქვენი დედიკო ვარ, საჭმელი მოგიტანეთ. ბეგეკოებმა ხმა ამჯერად ნაზად მოისმინეს, მაგრამ მაინც ეჭვი შეეპარათ. ძირს დაიხედეს და დაინახეს კარის ჭუჭრუტანაში მგელის შავი თათები. არა, ეს ჩვენი დედიკო არ არის. დედიკოს ფეხზე თეთრი ბეწვი აქვს. წავიდა ისევ მგელი, მივიდა მცხობელთან და სთხოვა. ცოტაოდენ ფქვილს ხომ ვერ მომცემდი, მინდა ხორცის ჭამას თავი დავანებო. მცხობელმა სიხარულით მისცა ფქვილი. ბოროტმა მგელმა კი ფქვილი ფეხებზე დაიყარა, რომ გაეთეთრებინა. მგელი ისევ მივიდა ბეგეკოების კართან და ისევ დააკაკუნა. კარები გამიღეთ დედიკო ვარ, საჭმელი მოგიტანეთო. ბეგეკოებმა ჯერ ისევ ფეხებზე დახედეს და თქვეს. ეს ნამდვილად დედიკოა, დედიკოა. მოდი კარები გავუღოთ. მგელი სახლში შევარდა და ბეგეკოებს დაედევნა. ბეგეკოები აქეთ-იქეთ გაიფანტნენ. ზოგი ფარდის უკან დაიმალა, ზოგი მაგიდის ქვეშ შეძვრა, ზოგი დივნის უკან დაიმალა. ერთი პატარა ბეგეკო კი საათში ჩაძვრა. ბოროტმა მგელმა ბეგეკოები სათითაოდ დაიჭირა და შეჭამა. მხოლოდ ერთი პატარა ბეგეკო გადარჩენილიყო, რომელიც საათში იმალებოდა. როცა დედა თხა დაბრუნდა, კარი ღია დახვდა. დაინახა, რომ სახლში ყველაფერი არეულ-დარეული იყო. მაშინვე მიხვდა ყველაფერს და ტირილი დაიწყო. ჩემო პატარა ბეგეკოებო, ნუ თუ ყველა მგელმა შეგჭამათ ჩემო პატარებო. საათში მყოფმა ბეგეკომ დაიძახა. დედიკო აქ ვარ. მე გადავრჩი და დედა ბეგეკოს ჩაეხუტა. პატარა ბეგეკომ ყველაფერი მოუყვა დედათხას და ტყისკენ გასწიეს. ტყეში შევიდნენ თუ არა, დაინახეს, რომ ხის ძირას მსუნაგ მგელს ეძინა. დედათხამ უთხრა. ჩემო პატარა ჭკვიანო ბეგეკო, მიდი მაგრატელი, ნემსი და ძაფი მომიტანეო. მოუტანა პატარა ბეგეკომ და ბუჩქის უკან დაიმალა. დედათხამ მძინარე მგელს მუცელი გაუჯრა. თავისი ბეგეკოები ამოიყვანა და მუცელში ქვები ჩაულაგა. ბეგეკოებმა გაიხარეს, დედას გადაეხვივნენ და ბუჩქის უკან დაიმალნენ. ელოდებოდნენ, როდის გაიღვიძებდა ბოროტი მგელი. მგელი მუცლის ტკივილმა გააღვიძა. იძახდა. ვაი მუცელი, როგორ მტკივა. ადგა, მდინარის წყლის დასალევად წავიდა, მაგრამ ქვების სიმძიმემ წყალში ჩააგდო. მგელი შველას ითხოვდა, მაგრამ ის იმდენად ბოროტი იყო, რომ არავინ დაეხმარა და დაიხრჩო. დედათხა და მისი 7 ბეგეკო ისევ ერთად დაბრუნდნენ სახლში და მას შემდეგ უფრო ფრთხილად იყვნენ. ასე დამთავრდა ზღაპარი. კეთილი იმარჯვებს, ბოროტი კი ყოველთვის ისჯება. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.